ძალიან სამწუხარო ვიდეოებია, სხვათა შორის ვერფასო მეგობრებო, მოგესალმებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამბებზე. ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში ძალიან საინტერესო rilsებს აქვეყნებდა მომავალ გეგმებზე, დაჯილდოებაზე, შეხვედრებზე და დღეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც არიან გამოსულები საკუთარი ალმა მატერის დასაცავად კიბეებზე. და ამის ყურება არის ძალიან მძიმე. მე სწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში, დავიცავი დისერტაცია. მანამდე სწავლობდი და ვმუშაობდი საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში, დედა უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასე რომ ეს ორი უმაღლესი დაწესებულება არის ჩემთვის როგორც მარჯვენა და მარცხენა ხელი, მარჯვენა და მარცხენა თვალი. ორივე მიყვარს და ვერ განვასხვავებ, მაგრამ ის რომ უნდა წაიშალოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია არის ყველაზე მძიმე ამ ვითარებაში. ნახეთ, რამდენი რაღაცა გახდა უკვე ჩვენთვის ყოფილი, რაც ოდესღაც იყო და აღარ გვაქვს. მერე რაში გჭირდება, მერე რა გაერთიანდება. აი აღარ გვაქვს მაგალითად ლაგუნა ვერე, საცურაო აუზი. არანაირ ბმაში არ არის, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები აღარ გვაქვს. ხომ მივეჩვიეთ, რამდენი ადამიანისთვის ლაგუნა ვერე იყო მიზიდულობის წერტილი, რამდენი ადამიანი ატარებდა ზაფხულს, გაზაფხულს, შემოდგომას, ზამთარშიც დადიოდნენ, ვარჯიშობდნენ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ, უყვარდებოდათ, ემეგობრებოდნენ. აღარ გვაქვს, მივეჩვიეთ. აღარ გვაქვს კუკუშკა ბაკურიანში და მერე რა, ჟანგიანია. ერთ-ერთ მაღალ შინოსანს დაუკავშირდით და ვკითხე, ნუ აი როდის უნდა ამუშაო. ჩვენო 18 მილიონი დოლარი გჭირდება თუ ევრო და საფრანგეთის მთავრობამ უნდა დაგვიფინანსოსო და უნდა დააფინანსოსო. რატო უნდა დააფინანსოს საქართველოს მთავრობამ? აი რა ქვია, საფრანგეთის მთავრობამ თუ შენ ისეთი ლიდერები ყავდა, რომლებიც სეიფებში ინახავდნენ 7 მილიონ დოლარს, ხო? და კიდევ რამდენს ინახავენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დააკისრეს რაღაც კოლოსალური ჯარიმა. ნუ აქვს მას, ხო? იმ ბატონ ხუდუშაურს და სხვა ყველა მინისტრი. და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ყველა ფსევდო პროპაგანდისტსაც ვერ უწოდებ, უცოდინარი შემეტენე პიროვნება ავრცელებს ერთ და იგივე ვიღაცის დაწერილ პოსტს იმის შესახებ თუ რა კარგია ამ ორი უმაღლესი დაწესებულების გაერთიანება, რადგან შეიქმნება მძლავრი ბაზა საერთაშორისო რეიტინგების და თქვენ საერთოდ იცით რანაირად და როგორ იწერება საერთაშორისო რეიტინგები. თქვენ იცით რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე დიდი ხანია არიან ამ საერთაშორისო რეიტინგებზე. ამ საერთაშორისო რეიტინგებში არიან და საკმაოდ კარგ ადგილებს იკავებენ. თქვენ იცით რომ საქართველოს ამ ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები წერენ მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში სტატიებს. საერთოდ ეს არის ორი სხვადასხვა მიმართულების უმაღლესი სასწავლებელი. ახლა მე მაქვს გამოცდილება თსუ-ს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა ტრადიციებია. ეს არის, ნუ აი, რასთან შევადარო თქვენთვის უფრო გასაგები იყოს მათთვის, ვინც აი ამ ბრტყელ, უკვე საკუთარ სტატუსებსაც არ წერენ, ვიღაცის სტატუსებს იღებენ, ანუ ეს როგორც დიდაქტიკური მასალა იყო ესე გავრცელებული, დარიგებული. მაგრამ ვინც ამას წერს და არის ვითომ აპოლოგეტი რაღაც გარკვეული პოლიტიკური პარტიის, არც დავასახელებ ამ შემთხვევაში. ეს არ არის პარტიული საქმე. გაიგეთ? და ეს გადაწყვეტილება არ აკნინებს დაუშვათ პარტიას, მართველ პარტიას. არა. ეს არის მოუფიქრებელი, ალბათ ცივი გონებით
მიღებული გადაწყვეტილება მაღალ ჩინოსნის, რომელიც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. რამდენი მინისტრი ვნახეთ ჩვენ, რომელიც გაქრა. ხო, აი ესე გამოდიან და გამარჯობა, მე მივდივარ გუნდიდან, მაგრამ მე გულით ვრჩები ამ გუნდში ყოველთვის. ამილახვარი იყო ესეთი, რომელიც უცებ გამოდის ერთ-შვენი ერთ დღეს და ამტკიცებს, რომ მე ბიზნესში მირჩევნიაო ყოფნაო, ხო? მერე იყო ის 6 თვე რო იყო ის განათლების მინისტრი, საერთოდ გაქრა და მე ამოდივდივდა რატომღაც რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიურ სამსახურში. არ ვიცი, როგორც მინისტრმა არანაირი როლი არ შეასრულა საქართველოს განვითარებაში, საქართველოს განათლების დონის ამაღლებაში. შესაძლოა, რომ დიპლომატიური ნიჭი აქვს გამორჩეული და დიდ როლს ითამაშებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც უნდა გადაწყდეს რუსულ-ქართული საუბრისას, ხო? ორ ქვეყანას შორის დიალოგის დროს თუ დიალოგის დაწყების შემთხვევაში, არც ვიცი რა ვთქვა. დღესაც სუსტად ესეთი მდგომარეობა გვაქვს, როდესაც კიდევ ერთი ბრენდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გვდება. იმის მაგივრად რომ განვითარდეს, იმის მაგივრად რომ მოვეფეროთ მის ისტორიას, ხო? შეიარეთ ბიბლიოთეკაში, შეიარეთ ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზებში და აუდიტორიებში, შეიარეთ ლაბორატორიებში და მერე წერეთ უაზრო სტატუსები. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაბლოკვა, თუ ეს არ არის ტროლი, რომელიც შემოვარდნილია რაღაც ჩვეულებრივ ვიდეოზე, მაგრამ პიროვნება, რომელიც არასოდეს არსად არ სწავლობდა და თავს ირჩენდა იმით, რომ უძველესი პროფესიით იყო დაკავებული ერგნეთის ბაზრობაზე და დღეს ის მორალს უკითხავს აუდიტორიას იმის შესახებ, რომ რა კარგია ამ ორი ინსტიტუტის, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ვხედავთ საამაყო პროფესორ მასწავლებლებს კიბეებზე, იმის მაგივრად, რომ ისხდნენ კათედრებზე, იმის მაგივრად, რომ იყვნენ აუდიტორიებში და ატარებდნენ ლექციებს, სემინარებს და გამოცდებს. იძულებულნი არიან საკუთარი უმაღლესი სასწავლებლის დასაცავად გამოვიდნენ და იდგნენ კიბეებზე. საბედნიეროდ გამოვიდნენ და დადგნენ. და დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტები ციტყვიან თავიანთ სიტყვას. სხვათა შორის მე დავდე ჩემს გვერდზე მასალა, რომელიც იყო გადაღებული 2006 წელს, როდესაც სააკრედიტაციო საბჭომ შეუჩერა ლიცენზია ტექნიკურ უნივერსიტეტს და მაშინ სწავლობდა 10,000 სტუდენტი. დღეს სწავლობს გაცილებით უფრო მეტი. მაშინ ჰქონდა პრობლემები ამ უმაღლეს სასწავლებელს, რადგან არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, არავინ არ აფინანსებდა. დღეს ბევრი პრობლემა არის გადალახული და უნივერსიტეტს ჰქონდა აღებული გზა აღმავლობისკენ, მაგრამ როგორც ჩემმა ერთ-ერთმა პროფესორმა ბრძანა ნატალია ჭანტურიამ, ამ უნივერსიტეტს არ აცლიან რომ წამოდგეს ფეხზე, არ აცლიან, დარტყმაზე და დღეს, ანუ უпростоრად გუშინ რაც გავიგეთ, ეს უკვე იყო ძალიან სერიოზული დარტყმა, ძალიან სერიოზული დარტყმა, რომელიც არ ვიცი როგორ დამთავრდება და რით დამთავრდება. ჩვენ ამას გადავიტანთ თუ არ გადავიტანთ. მე ახლა ნეიტრალური მხარე ვარ შედარებით, რადგან მე ამ მომენტისთვის არც მუშაობ ტექნიკურ უნივერსიტეტში, არც სწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად მე ამას უყურებ როგორც მოქალაქე, რომლისთვისაც ძალიან მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ აი დაუშვათ აი ეს შენობა, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, მარჯვენა ფლანგზე, მარცხენა ფლანგზე, ხო, ეს შენობები აღარ იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის. აქ ამას დაანგრევენ და ან გადააკეთებენ, იქნება მორიგი საბაჭო ცენტრი, კიდევ ერთი ფრესკო, კიდევ ერთი ვაიკიკი, კიდევ ერთი რაღაც კომპანია, რომელიც გაყიდვების კომპანია აღმოსავლური აქცენტით, ან ჩრდილო აქცენტით, არ აქვს მნიშვნელობა. და ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მხოლოდ მომსახურების სფეროა საქართველოს ხვედრი. სამწუხაროდ 30 წლის განმავლობაში
თუ 35 წლის განმავლობაში დამოუკიდებელმა საქართველომ ვერ შეინარჩუნა ვერაფერი. ჩვენ დავკარგეთ აკადემიური ინსტიტუტების სისტემა, დღეს ფორმალურად კი არსებობენ სადღაც ბუნებაში, არ ვიცი მე, არაფერი არ მსმენია ამ ინსტიტუტების წარმატებაზე სამწუხაროდ. გეოფიზიკის ინსტიტუტი მათემატიკის უმაღლესი იყო გეოფიზიკის ინსტიტუტი მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის, გამოთვლითი მათემატიკის, ავტომატური მართვის სისტემათა ინსტიტუტი. იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტი, სად გაქრა ეს ყველაფერი, ხო? რა ხდება ამ ინსტიტუტების შენობებში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი თუ შეივლით აქ აკადემქალაქში, ყოფილ აკადემქალაქში, აი სპორტის სასახლის უკან რა კატასტროფაც დაატრიალეს 2000-იანების დასაწყისიდან და ეს კატასტროფა დღემდე გრძელდება და ალბათ უკვე არავინ აღარ მოშლის, ვერავინ ვეღარ მოშლის, ხო, ამ საშინელი არქიტექტურის კორპუსებს. Practically, ქალაქის შუაგულში მეცნიერების კერის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ აი ესეთი ბეტონის ჯუნგლები. ვერ შევინარჩუნეთ ვერც ერთი საწარმო, ხო? სამგორის რაიონში დაინგრა, დაიქცა ქიმიური წარმოების ქარხანა, კერამიკული ქარხანა იყო. Ну, რა თქმა უნდა, ჯობია უინტაზები და ნიშარები შემოვიდანა თურქეთიდან, ჩინეთიდან. აქ არ შეიძლებოდა გაკეთება არავითარ შემთხვევაში. ფეხსაცმელს კერავდნენ, ხო? ისანზე იყო ძალიან კარგი ფაბრიკა. შემდეგ ცხიმკომბინატი, ჩვენ აღარ გვჭირდება, ხო, ტექნოლოგიები. შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტიც აღარ არის საჭირო. მოდით გავაერთიანოთ, წავშალოთ ის რაც იყო. და ნუ აი ჩვენ გვექნება მარტო სასტუმროების სფერო, მარტო შეფმზარეულები დაგჭირდება, ოფიციანტები არ ვაკნინებ არც ერთ პროფესიას, მაგრამ არსებობს მაღალ კონტექსტუალური საქმიანობა და დაბალ კონტექსტუალური საქმიანობა. ნუ შევადარებთ მეცნიერის შრომას იმ ადამიანის, რომელიც დაუშვათ არის სტუმარმასპინძლობით დაკავებული ინტელექტუალურად, ხო, ინტელექტუალურად. ისიც შრომა, ესეც შრომა შეიძლება დამლაგებელი სამწუხაროდ სასტუმროში უფრო მეც იღებდეს ვიდრე პროფესორი, მაგრამ კონტექსტი და ინტელექტუალური ღირებულებით შეუდარებელია, ხო? რატო არ ხდებიან ოროსნები პროფესორები? ხუთოსნები ხდებიან, ხო, ძირითადად, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ხუთოსანი ცხოვრების ბოლომდე რჩება მატერიალურად ღატაკი, მაგრამ სულიერად არის მდიდარი. პირიქით არ ვიძახი, რომ არის ასე. ანუ არ შეიძლება ერის პოტენციალი, ხო? აი ესე ერთი ხელის მოსმით გაანადგურო, საინჟინრო განათლების კერა მოსპო და თქვა რომ აი ჩვენ ეს აღარ გვჭირდება, რადგან უნდა გავაერთიანოთ და უნდა მივხედოთ ახლა ერთიან ხაბს. ვის რა შეჭირდება შენი რეგიონში ყველაზე ძლიერი ხაბი? ძალიან მაინტერესებს, ვის რა შეჭირდება? ვინ გადაწყვიტა, ვინ გითხრათ, რომ სომხეთში ვერ შექმნიან საკუთარ უმაღლეს სასწავლებლებს ან გააქრობენ და აქ ჩამოვლენ. ვინ გითხრათ, რომ აზერბაიჯანში ვერ შეიქმნება ეს სამეცნიერო ჰაბი და ჩამოვლენ საქართველოში. არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება. არ არის საერთოდ საჭირო, რადგან ეს ყველაფერი არის დამოკიდებული, კიდევ ერთხელ ვიძახი, იმაზე თუ რა მომავალი ექნება საქართველოს. დღესდღეობით ეს ყველაფერი არის ბუნდოვანი, აი ჩვენ ახლა ვხედავთ მე-6 კორპუსს, აქვე არის ადმინისტრაციული კორპუსი, აქ დღეს ჩატარდა საპროტესტო აქცია და იდგნენ პროფესორები, სტუდენტები, ყველამ გამოთქვა თავისი წუხილი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის, რომელიც ჩაერევა ამ მდგომარეობაში, უფრო სერიოზულად გაერკვევა საკითხში და თავის სიტყვას იტყვის ისევე, როგორც თქვა მან თავისი სიტყვა, როდესაც გადაარჩინა რესპუბლიკური საავადმყოფოს მეტპერსონალი. მაშინაც წინა მინისტრმა ჯანდაცვის
აზარაშვილი თუ რაზაშვილი ვინც იყო, რომლის მოადგილე იპარავდა მილიონებს, ალბათ თვითონაც არ არის ანგელოზი, ხო? ეხლა შენ როდესაც ხარ მინისტრი და შენი მოადგილე იპარავს, ესე იგი იპარავს შენ. იპარავს შენც. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამაში გაერკვევა. შეხვდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს, რექტორს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ განათლების რეფორმა არ შევა საქართველოს განათლების ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი უმაღლესი სასწავლებლის გაქრობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთი ყოფილი ჩვენ ოდესღაც ქონდა ტექნიკური უნივერსიტეტი, ხო? აი მასზე არ იტყვიან. კი, გასაგებია, რომ თავიდან უნივერსიტეტიდან წამოვიდა, ხო? უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტი იყო, პოლიტექნიკური ფაკულტეტი იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის შემადგენლობაში, ხო? დღევანდელი ჯავახიშვილის. მაგრამ ეხლა ნუ დავალთ ჩვენ რაღაც გელათის აკადემიის პერიოდამდე, მაშინაც მარტო გელათის აკადემია იყო და იყალთოს აკადემია, ხო? მე ხო განვითარდა ჩვენთან წერა-კითხვა და განათლების მიღება და საერთოდ 20-იან, რა საინტერესო მაგალითად, საერთოდ 20-იან წლებში წინა საუკუნის წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა მე მგონი 8%-საც არ აღემატებოდა საქართველოში. ეს იყო სამწუხარო რეალობა. მაგრამ ჩვენ ახლა ვერ დავდგებით იმ დონეზე, ხო? ყველაფერი ვითარდება და შესაბამისად უნდა განვითარდეს. აი ნახეთ, ყველგან მშენებლობა, ყველგან არის განვითარება. ჩვენ გვჭირდება ჩვენი საინჟინრო კადრები. ხო და აი ესეთი მძიმე მდგომარეობა მე არ მგონია, რომ ამ უნივერსიტეტის გაქრობა რაიმე წვლილს შეიტანს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში. ეს იქნება ისეთივე მონსტრი, უმართავი, როგორიც იყო კულტურის და სპორტის სამინისტრო, რომ აღარც კულტურა იყო და აღარც სპორტი არ იყო მაგ იმის შემადგენლობაში, სამინისტროს შემადგენლობაში და მე ისევ გაიყო. იგივე მოხდება ამ ტექნიკური უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებისას. მე ძალიან საინტერესო ამბავია, როდესაც გვეუბნებიან, რომ კადრების შემცირება არ იქნება. აი მაგალითად, თვით ჯავახიშვილს იმდენი მათემატიკოსი ყავს თავისი, რომ საერთოდ არ სჭირდება მათემატიკოსები ტექნიკური უნივერსიტეტის. იმდენი პროგრამისტი ხო, პროგრამირების იმდენი სპეციალისტი ყავთ, რომ საერთოდ არ სჭირდებათ. მე როგორც იცით, ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილი არის მენეჯმენტის ბევრი ფაკულტეტი. ეს იყო საჯარო მართვის, ეს იყო საჯარო გამოსვლები, ხო, საჯარო ფაკულტეტი, ბიზნეს ტექნოლოგია, მედია ტექნოლოგიების ფაკულტეტი. იგივე სპეციალობა არსებობს ჯავახიშვილში. ჯავახიშვილს დამატებით ახალი სპეციალისტები საერთოდ არ სჭირდება. ანუ მან წავა კონკურენცია, რა თქმა უნდა, რადგან ჯავახიშვილთან ერთიანდება, ისინი იტყვიან, ხო, ჩემს საკუთარ ლექტორს არ იმას ვიზავ, ხო, არ შეუქმნე პრობლემას და არ მივიღებ იმას ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს. ამდენი სპეციალისტი აღმოჩნდება ქუჩაში. რა საინტერესოა, ხო, 21 საუკუნეში ამ ადამიანებმა ვინც დღეს მუშაობს, ვინც დღეს არის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ჩააბარეს გამოცდები არაერთხელ, მიიღეს მონაწილეობა კონკურსებში, წერენ სტატიებს, იღებენ მონაწილეობას კონფერენციებში, მუშაობენ სამეცნიერო პროექტებზე, საერთაშორისო პროექტებზე და უცებ კიდევ უნდა მიიღოთ და ქონდა ამ ხალხს ქონდა გარანტია, რომ რაღაცნაირად იმუშავებენ და უკვე მყარად, აი ცოტა ხნის წინ ჩატარდა სხვადასხვა კონკურსი ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ პროფესორების და იმის ვაკანსიებზე, აკადემიური პროფესორების და ასისტენტების. და ეგონათ რომ 4 თუ 7 წლის განმავლობაში უკვე უპრობლემოდ აქვთ განაღდებული სამუშაო ადგილი და შესაბამისად აღარ ექნებათ სანერვიულო.
თურმე სათხარ 16-ში მინისტრი მოდის ხსნიან რაღაც პარკს და ძეგლს ნიკოლაძის და 10 დღეში გამოდის და იძახის რომ ყველაფერი იხურება. შენ თუ არ მოგწონს დაუშვათ დღევანდელი ხელმძღვანელობა ამ უნივერსიტეტის, ხო? მაშინ შენ შეცვალე ხელმძღვანელი. თუ არ მოგწონს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რექტორი არის მე მგონი ერთ-ერთი გამორჩეული, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გამختارიყო რეალურად თანამედროვე უმაღლესი სასწავლებელი. გააკეთე შიდა ოპტიმიზაცია. რა თქმა უნდა, რეფორმა ყოველთვის არის საჭირო. გააკეთე შიდა ოპტიმიზაცია. ჩადი იმ რესპუბლიკებში, სადაც შენ დადიხარ, სადაც შენ გინდა ჰაბის შექმნა და ყველაზე ძლიერი რეგიონში. ვიზე ძლიერს გააკეთებ? თურქულ უმაღლეს სასწავლებლებს ძლიერს გააკეთებ? ბაქოში კარგად მუშაობენ, ნუ გეშინიათ, იმათ ფულიც აქვს და მეცნიერებაც და საკუთარ მენავთობებს ახალგაზრდა კადრების გარეშე ეგენი არ დატოვებენ. სომხები ძალიან კარგად უვლიან განათლებას და ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების კერა არის მათ გახსნილი, მაქვს მე შეხება და ძალიან კარგად ვიცი. თუ რუსებს ედრებით, ხო? რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტს და ჩელამინსკზე რო იცინოდი და ღლიცინებდით ჩელამინსკი, ხო? ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი იყო და არის დღესაც სამაგალითო. ტოპებში შედიან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიო მეცნიერების ტოპ სიაში არიან. და ძალიან მაინტერესებს რის ხაბს ხსნით, ვის ედრებით და რა უნდა იყოს ძლიერი თუ სუსტი. რისი ხაბი უნდა იყოს. ერთი ის რა ქვია, ბაქო-ყარსი ახალქალაქი გაიხსნა ეს რკინიგზა მისტიური, რომელიც ვერასოდეს ვერავინ რო ვერ ნახა, ვერც ერთი მატარებელი. ეს გახსნა. მეორე ულამაზესი სარკინიგზო სადგური გვაქვს ჩვენ თბილისში, ხო? ხალხი მოდის ამის სანახავად, პრომეთეს მღვიმე უფრო ნათელია, ვიდრე ჩვენი რკინიგზის სადგური. რა გაკეთდა ისეთი, ხო, გზები ვერ გაკეთდა, ვერ დაიხაზა. ხალხი დღემდე ილეწება მაგ იმაზე. ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე. დახაზული არ არის, ნატურები არ არის გაყვანილი, ნატურები არ არის, თუ რა ქვია ის, ინფრასტრუქტურა არ არის დასრულებული და შესაბამისად ვერ არის დაცული უსაფრთხოება. როდის რა მეწყერი ჩამოვა ამ რიკოთის უღელტეხილზე, ეგეც არავინ არ იცის. და ამ პერსპექტივასაც სპობენ, რომ საქართველოს ყავდეს საკუთარი საინჟინრო კადრები. ჩვენთან იყო ელმავალ მშენებელი ქარხანა, რომელიც დღეს აღარ არის. ჩვენთან იყო ელმავალ შემკეთებელი ქარხანა, რომელიც აღარ არის. ჩვენთან იყო ვაგონ შემკეთებელი ქარხანა. სადაც ახლა დანგრეულია ყველაფერი და იქ რაღაც შენობების ახალი სამშენებლო კორპუსის მშენებლობაზეა საუბარი, ხო, რომელიც არის ნაძალადევის რაიონში. და ჩვენი თბომავლები რემონტდება ჩერეპოვეცკში. რადგან ჩვენ ბაზა აღარ გვაქვს. თავიდან კლაიპედაში უშვებდნენ მაგ თბომავლებს, მე ჩემი მაყურებლები მიგზავნიან სურათებს სხვათა შორის, სადაც იღებება მერე საბოლოო ჯამში აი ახალი ბრენდირების ფერებში, სადაც ღებავენ, აი მანდ იღებება და შემდეგ ჩამოდის აქ. ჩდება ძალიან ძვირი. იმის ნაცვლად, რომ თბილისში შეგვენარჩუნებინა ეს პოტენციალი, ხო? და ჩვენ თვითონ აღვედგინა თბომავალიც, ელმავალიც, რა ვიცი, ორთქმავალი აღარ არის და იმასაც აღვადგენდით, რომ ყოფილიყო. არა, მანდ მოხდა სულ სხვანაირად, ჩვენთან ყველაფერი განადგურდა და სხვებს რომ შემოეყვანათ თავიანთი, ხო? ჩვენთან ყველაფერი განადგურდა და შესაბამისად ეხლა ჩვენ მილიონებს ვხარჯავთ და ალბათ ამ მილიონებსაც იმეებში, ოქროს ზოდებში ვდებთ ნელ-ნელა, როგორც ექს-პრემიერი აკეთებდა და შესაბამისად ეს ყველაფერი რემონტდება, აღდგენა ხდება რუსეთში ამ ელმავლების და თბომავლების.
რუსეთში ხდება თბომავლის აი ეს ჩმე 3 თუ ჩმე 2 რომელიც იმაზეა ეხლა შეღებილი ახალ კორპორაციულ ფერებში მაგ თქვენი იმის საქართველოს რკინიგზის არის რუსეთში და გადაღებული აქვს ჩემს მაყურებლებს რკინიგზის იმად ენთუზიასტებს ჩემთვის და გამოგზავნილი აქვს მე მედო ეს ჩემს გვერდზე ასე რომ ალბათ მალე გვეტყვიან რომ საერთოდ უმაღლესი განათლება საჭირო არ არის და თუ გინდა უმაღლესი განათლება გადადი ჩააბარა კერძო უნივერსიტეტებში ხო ნუ კერძო უნივერსიტეტებშიც კატასტროფა ხდება იმის გამო რომ ბევრი უცხოელია და საერთოდ მაგ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენ გავლისას ვერც მიხვდები რა რომელ ქვეყანაში ხარ შენ აი გარშემო ეხლა ერთ-ერთი უნივერსიტეტის გარშემო მე ახლოს ვცხოვრობ მაგ უნივერსიტეტთან ყველაფერი რო გაერთიანა თავის სახელწოდებაში ქვეყნის სახელიც ეროვნულობის მინიშნებაც და სტატუსიც ფერს მიხვდები რომ ეს საქართველოს გარშემო არის ძალიან ბევრი პატარა სასურსათო მაღაზია სავსეა იმ უცხოელებით და იმ ქვეყნიდან საიდან ზიტა და გიტა იყვნენ ხო ახლა აღარ დავიწყებ მაგის ტრანსლირებას არაფერი აღარ რჩება შესვენებაზე ისინი გამოდიან იმ რაოდენობით რომ მაღაზიებში არაფერი აღარ რჩება პენსიონერები შედიან პური აღარ არის არ შეიძლება საკუთარი ბიზნესის კეთების გულისთვის რადიკალურად შეცვალო ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა. ეს ეხება განათლებასაც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში და ეს ეხება ტურისტულ სფეროს ნაკლებად ტურისტი ჩამოვიდა, წავიდა, კარგია წავიდა. მაგრამ თქვენ რომ ნახოთ ის უზარმაზარი ჩანთები, რითაც ეგენი ჩამოდიან ქვეყანაში, ხო? ტურისტი ესე არ ჩამოდის, ხო? ტურისტი პირიქით მაქსიმალურად ცდილობს, რომ მას არაფერი არ კონდეს თან მინიმალურად, ხო? მინიმალურად და მერე უცებ წავიდეს თავის ქვეყანაში. ესენი ჩამოდიან უზარმაზარი ჩანთებით. დიდი ოჯახი. დედა, მამა, შვილები, ამ დედმამის მშობლები უბრალოდ უნდა ნახოთ რა ხდება აეროპორტში. მერე გვიგვირს რატომ არ გვაქვს საშუალება რომ აი სულ საცობები რატო არის ქალაქში. ამ საცობებში ახლა 30% არის ჩამოსული. ნომრები რო არის ხასან, ისლამ, ზამირ, სამირ. ნუ ეს ხალხია, რომლებსაც არანაირი კავშირი ბმა არ აქვს საქართველოს და რატომღაც გადაწყვიტეს რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ. და ის ვინც რეალურად განიცდის იმას რაც ხდება, ხო, არის ძალიან ცოტა. ნაწილს უხარია ეს გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც მეცნიერებასთან, არც სწავლასთან, არც ინჟინერიასთან, არც განათლებასთან, უბრალოდ ის ოცნება აქვს იმისი, რომ ვიღაცა გადაუხდის ამ პოსტების საფასურს. ეხლა მე ვინც მომწერა ის ცდილობს გახდეს აქტივისტკა, აი აქტივისტკა კი არა, აქტივისტკა რომ გახდეს და რომ დაუფასდეს ეს, მაგრამ არაფერი არ დაუფასდა მაგ საწოდავს. ცხოვრებაში არაფერი არ დაუფასდა. რასაც საკუთარი სხეულით შოულობდა, იმასაც ვეღარ შოულობს ასაკიდან გამომდინარე. აი ზუსტად ეს ცოტა ვულგარულადაც შეიძლება თქვა, იმიტომ რომ უნდა მიახვედრო ღორს, რომ ეს არის ღორი. ღორს თუ შენ ელაპარაკე როგორც იმას გეტს არაფერი კარგი არ გექნება შედეგად. ღორი ღორია, გედი გედია. ისე როგორ დაწერეს ხარჯების ოპტიმიზაცია და ისი ხარჯების ოპტიმიზაცია და იმ კომპანიებისგან ამოიღე შენ უკვე ფული შესაძოდაო რომლებმაც ის მეტროსადგური გოცირიძე 8 წელი რო არემონტეს და მერე გაიქცნენ და მერიამ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი იმ ფულსაც ზდიე შენ ბოლომდე ვარკეთილის ხიდების მშენებლობის დროს კი არა რემონტის დროს რომ რამოდენიმე კომპანიამ ფული შეჭამა და გაიქცა ყველაფერს ზდიე
და ეხლა შენ ტექნიკური უნივერსიტეტის ფულს ზოგავ, ხო? შენ საწოდაო, შეგაუბედურებულო, უწოდინა რომ ასე რომ ცუდია რომ ჩვენ ვკარგავთ ბრენდებს, ძირფასო მეგობრებო. შეიძლება ეხლა თქვენი მე არ ვიცი ეხლა რა ბმაში ხარ ტექნიკურ უნივერსიტეტთან. შეიძლება საერთოდ არანაირი შეხება აღარ მქონდეს მე ამ დაწესებულებას და ალბათ აღარც მექნება თუ დახურეს, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი იქნება რომ ჩვენ აი ესე ვკარგავთ ყველაფერს. და მე დაწერეთ აწარმოე ქართული და ამიტომაც ვერაფერს ვერ აწარმოებთ გარდა თექის ხინკლებისა და რაღაც მოხატული სათამაშოების, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ იმაზე გამოფენებს. მეტი არაფერი არა გვაქვს ჩვენ და სხვები უკვე კოსმოსში დაფრინავენ როგორც საკუთარ ბოსტანში და სხვათა შორის მეღვინეებსაც ვესაუბრე და მეღვინეებისთვისაც ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან ტექნიკურ უნივერსიტეტს საუკეთესო მეღვინეობის განხრა ქონდა და ტექნოლოგიური პროცესების მართვა და ამის სწავლება იყო უმაღლეს დონეზე. აი ესეთი ამბებია ძვირფასო მეგობრებო, კარგად მზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.